ჯგუფისადარი აქ არის. უკვე აქ არის. გავესაუბროთ ჩვენს სად არის დამატებით წევრებს, აჩიჯაიანი, რომელსაც ჩვენი მაყურებელი გადასანევად იცნობს და დიდი ძალისხმევაც არ დაიშურეს, რომ გამختارიყო ჩვენი პროექტის გამარჯვებული, აჩი, მოგესალმები. და მასთან ერთად ილია აბრამი არის ჩვენთან ერთად, მოგე ჯგუფის სად არის წევრები. მოგესალმებით პირველ რიგში და მივესალმებით მაყურებელს და ძალიან მომენატრეთ მინდა აღნიშნო, მიხარია თქვენი ნახვა. და ჩვენს მაყურებელსაც, აჩი, მოგვიყავი, ახლა როგორ განვითარდა შენი ცხოვრება, მოვლენები საქართველოს ხმის მერე და ეს შემდგომი ეტაპია თუ ეს იყო უკვე მანამდე ჩვენ ცხოვრებაში ჯგუფ სად არის გულისხმობ? ეს არის შემდგომი ეტაპი, ეს საქმის მიმართულებით და საქმიანი მიმართულებით არის შემდგომი ეტაპი, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით და ესე მღეროდით ძალიან ხშირად. ალბათ გემახსოვრებათ ჩემს ყველა ლაივზე თითქმის ბიჭები დადიოდნენ, გულშემატკივრობდნენ, ჩემ გვერდით იყვნენ და შემდგომ უკვე ისე მოხდა, რომ აი რაღაცა ორმხრივი სურვილი იყო, რომ გავერთიანებულიყავით და ესე ვაგრძელებ შეძლებს დაგვარად, როდესაც აქ ვიქნები. ხელმძღვანელობს ჯგუფს თქვენგან ერთ-ერთი ვინმე იღებს ამ პასუხისმგებლობას თუ ინაწილებს? ჩვენი ხელმძღვანელი გიორგი. ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი გიორგი. იმის არაჩვეულებრივი კონსერვატორიასთანაც შეხებაში იყო თავის ცხოვრების რაღაც ეტაპზე და ის ხელმძღვანელობს ჩვენ, ასე ვთქვათ. ეთი ლილია, მოგვიყავით თქვენი, ესე ვთქვათ, მუსიკალური ამბებიც, ვიდრე სად არის იქნებოდა, სად იყავთ? ჩვენ სხვადასხვა ანსამბლებში, ჯგუფებში მღეროდით და რაღაცა რამდენიმე წლის წინ, ალბათ უფრო 2 წლის წინ ესე ჩვენი ძმაკაცობით, სიყვარულით შევეცადეთ, რომ რაღაცა ერთად შევკრულიყავით, ესე ვთქვათ და სახელი მიგვენიჭებინა ამ ჩვენი მეგობრობით ყველაფერს და დავაარსეთ ჯგუფი სად არის? საიდან მოვიდა ეს? სად არის? ბევრი რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყო. სად არის? რატომ სად არის? ან შესად არის სიტყვა, ეხლა ჩვენ ცხოვრებაში და ყოველდღიურობაში ძალიან გამოყენებული სიტყვა და ესე რომ ვთქვათ, მარკეტინგულადაც ხოლმე უნდა იფიქრო და ვიფიქრეთ ჩვენ ესე რომ ყოველდღიურობაში რა სიტყვაცაც ვიყენებ და თან რაღაც სიმღერებშიც გამოიყენება ძალიან ლამაზად. შესად არის? სად არის? რაღაც ძიებაში მყოფი? ძიებაში. აი რაღაცა ვტოვებთ მსმენელს. იქნებ რამე სად არის? შესაძლებელი. კი, აი ეგ ინტერპრეტაცია. ზისადარო. კი. ხო და სად არის? ის გოგო სად არის? რომელი სად გოგო? არის? მე მგონი რაღაც სიახლე და მარტება. გოგო სად არის ის გოგო? გამოხდა რა. მაგარი ამბავი. ჩვენი გიორგი და გიორგი ერთი ნაბიჯით წინ თუ შეიძლება. გიორგი გაწიწდა, ხოლმე ვერ მიხვდით რომ ეს ის არის. ჩვენი გიორგი და ელენე ამდენი წლის ლოდინის შემდეგ თუ შეიძლება სად იყო და სად არა? სად იყო და სად არა დავაქორწინეთ. ჯვარი დავწერეთ. სხვადასხვა სიხარული და ჯგუფის 2 წევრი, მისი მეჯვარე ვართ, ძალიან სასიხარულოა ეს ჩემთვის და მინდოდა რომ ესეც მე. მოიცა ეს ღამის საათებში რომ მოხდა ის არის? რა ვიდეო? ვიცი მე ეს ამბავი. ღამის რომელი საათი იყო გიორგი? 12-ის წუთები? პირველის? დედა მოახლა მომიყევით გიორგი შეგვიძლია სალკენიუსად ქონოდა ეს ვითომ ხმები და აიებში წყვილმა რომ ჯვარი დაიწერა ესენი ყოფილან გიორგი და ელენე ეს აი ახლა აგერ გუშინ წინ კი გუშინ წინდელი ამბავი ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ ჩვენს უსაყვარლეს მამა გიორგის და მეც ესე ვიფიქრე ნამდვილად ჩვენს მგალობლებს იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ სიონის მგალობლები გალობთ ყოველკვირეულ წირვალოცვაში ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენი ბიჭები, ჩვენი დათო მაჭავარიანი, ჩვენი რეგენტი, აი ესე მაგრად დაგვიდგნენ ამ ესეთ სპონტანური გადაწყვეტილება იყო და აი მოდი ვთქვათ რომ ძალიან მაგარი სიგიჟე დავაგიალეთ და აი ზუსტად ეგ გვინდოდა რომ აი რო გავიხსენებ აი ხამე დავერეკეთ რომ დივარ და გვიშველეო გამიხსენე მამა გიორგის დათომ დაურეკა ჩვენმა მეგობარმა ძალიან ბოდიშებით, მადლობებით და აი უმაგრესმა ადამიანმა ჩვენმა მამა გიორგიმ აი ესე იგი ამ ძალიან მაგარ გადაწყვეტილებაში ისე აგვიბა მხარი რომ ხვეწნაც არ მოგვიწია საერთოდ და 12 საათზე დავიძარით
12 საათზე დავიძარით და პირველ საათზე დავწერეთ ჯვარი. დავაქორწინეთ მაგარი. მას. აბა ქორწინეთ მას. ბიჭებო, ახლა ისევ სიმღერისთვის უნდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ გადაინაცვლოთ თქვენი ჯგუფის წევრებთან ერთად და ბოდიშის ძალიან მოხდა. ბატონოჩი. ან დავაანონსებთ, რომ ეს იქნება ჩვენი პრემიერა თქვენს ეთერში. ой, რა კარგია. ყველასათვის ნაცნობი სიმღერაა, თუმცა არის ჩვენი ახალი ვერსია და და რა სიმღერაა ბარემ გითხრა? ყვავილები თოვდა თოვდა. ყვავილები თოვდა. ყველა ხართ ან კი. მაშინ გთხოვთ გადაინაცვლოთ დილის სცენაზე. სად არის საფინალო კი, სიმღერა? ბატონო. მანაგადეს არაჩვეულებრივი სიმღერა, კი, ყველა ბატონო. დროის ჰიტით. დავიმშვიდობოთ მანამდე ჩვენ. შეგვიძლია რომ დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს ბედნიერი და წარმატებული დღე უსურვოთ. მადლობა ჩემო მეგობრებო. წელია დღეს. ჩინური თავი არ ახალი წელია დაიბანოთ. და აბა თქვენიც. აბა თქვენიც და გიტოვებთ სად არის მუსიკალურ ნომერს.